რაც შეეხება ოპა პირველი iPhone 17 Nissan And I brought this iPhone 17 Dabzandit, ახლა მოდი ესე გავაკეთოთ ესეთი რამე. ჯერ dabzandit, მოდი ჯერ დავათვალიერებიეთ ბავშვებს, კიდევ ერჯერ ამ კაბინეტს. როგორ არის? ეს თელს სადაც მაქვს რა, სადაც მაქვს ბიზნესები, სადაც ოფისები მაქვს, ესე არის თითქმის ყველგან გაკეთებული და თითქმის თქვენ ნახი გაქვთ. აქ არის, რასაც თქვენ ხედავთ ამ წუთას, ყველაფერი, აი ნებისმიერი თქვათ ნებისმიერი რამე რაც აქ არის, ყველაფერი არის ორიგინალი. მე არაორიგინალი იცი თქვენ რომ არაფერი არ მომწონს. ნიცა მოდი ეს ყველაფერი არის თქვენი, ხო? ყველაფერი არის თქვენი ამ ქვეყანაზე რაც გამოჩნია. ნატუკა ჩემთვის ძვირფასი შვილი ანალოგი ბაბუას, ხო? ბაბუაზე ცოტა მეტი ჭკვიანი გამოვიდა. ნიცა კიდე ჩემთვის საუკეთესო შვილი და რძალი ღმერთმა დამაჯილდო. აი ძლით ღმერთმა დამაჯილდოა. ახლა გეტყვით რა, ესენი ყველაფერი არის ამდენი წლის განმავლობაში ყველაფერი არის ორიგინალი და ეს ყველაფერი არის ნაჩუქარი, არის ეს აი უყურე ისეთი რამე რომ ეს თქვათ არის რაღაცა არა, ეს არის მარტო დათო ციხეში გაკეთებული. აი შეხედე აი წარმოიდგინეთ ციხეში ჭკვიანი ხალხი ზის რო იცოდეთ შეიძლება ადამიანებს გონიათ რომ ციხეში ციხე გამოვლილი ადამიანები უფრო ძლიერები არიან და უფრო ლიდერები არიან. ახლა ზოგი ციხეში მთელი ცხოვრება ზის და ვერც გაიგო საძის იმაზე არ ვამბობ ზოგადად ნიცა აქეთ რა ხდება? ვა, რაღაცა ხდება. ეს კიდევ ჩემი ხო იცით, ყველგან სახლშიც აქა არის კოლექცია. აქაც კოლექცია არის? აუ. აქ რამბავი ყოფილა. აქ რამბავი ყოფილა. ჯაი. თქვენ ახლა ნუყურე. მე ცოტა ასაკი მაგარი და ბევრი რამე მავიწყდება და რო არ დამავიწყდეს. თქვენ სამივე. თქვენ ხართ სამივე, ხო? და აქ არის მაგრამ
მაგრამ თავარი გიო თავარი ეს უყურე როგორ არის ეს ყველაფერი არის ორიგინალი მაგრამ ახლა სამივე გოგოები რატომ მოვიწვიე დღეს ბიჭები არიან ინგლისში ბიჭები არიან შვილიშვილები ინგლისში იქით აქით ზოგის ადისვენებს ზოგის აცხოვრობს ამიტომ ესენი ახალი წლის ჩამოვა და ერთად შევხვდებით მაგრამ ახლა გოგოები რატომ მოვიწვიე ბიჭები მაინც ყოველთვის მოგზალებულები არიან და ეს სამივე არის ჩემი სისხლი, ხორცი და ჩემი, რა ვიცი, გამამხიერებელი აი, უკეთესი ხო არავინ არ ამყავს ამაზე და ნელ-ნელა უნდა გადავაბარო ეს ქონებები, ხო? გადავუნაწილო, გადავაბარო და რამე რო არ დამავიწყდეს, ამიტომ ხშირად უნდა მოვიდნენ, ხო? აქაც კიდე ყველაფერი ორიგინალია. ეს კიდევ რასაც ხედავთ, ვისკების კოლექცია მაქვს ყველგან, იცით რომ ეს არის ერთი რამ არასდროს არ უნდა დაგავიწყდეთ. ეს არის ბებია ჩემი. ახლა თქვენ რომ იპრანჭებით კაბა, მაბა რაღაცა, აი ნახეთ რა კაბა ეცვა დედაჩემს სვეცკი თქვენი ტოლი რო იყო, აი რა კაბა ეცვა ეს ბებია ჩემი მაგარი ქალი. ეს კიდე პატრიარქი რომელიც ჩვენ ყველას გულოცავს. აქეთ კიდევ მოყურეთ როგორ არის. ერთი რამ უნდა იცოდეთ და მათეს ამას ვასწავლის სულ და მინდა თქვენც ყველაფერი იცოდეთ. მოდით და თვითონ მოსახლეობამაც მინდა იცოდეს, აი რისთვის ცხოვრობს მამა და დედა. რა უნდათ, რატომ წვალოთ ჩვენ მთელი ცხოვრება. ჩვენ მთელი ცხოვრება წვალოთ ამათთვის, ხო? იმიტომ რომ ესენი გვინდა რომ სწორ გზაზე დადგენ, განათლება მიიღონ და მე მოვყვები სამივეს განათლებაზე. სალომე, აი უყურე. რა გაძლევს სიძლიერეს? თუ შენ ეს დაივიწყე შვილმა არასდროს ძლიერი არ იქნები. შვილმა ეს არასდროს არ უნდა დაივიწყო. არასდროს არ უნდა დაივიწყო წინაპრების საფლავი. თუ შენ წინაპრების საფლავი დაგავიწყდება, მაშინ შენ არასდროს ცხოვრებაში არაფერი არ გამოგივა. გამოგივა მაშინ, როცა ადამიანურ შეცდომას არ დაუშვებ. დაუშვებელია ის, რომ შენი წინაპრების, რომელმაც შენი აღზრდისთვის ყველაფერი გააკეთეს, შენ ახლა დისკოტეკაზე გინდა წასვლა და იმაში სასაფლაოზე აღდგომას არ გინდა წასვლა, ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული და მაშინ შენ არ გაგიმართლებს და მე ვიღაცას მე იცი რა არ გაგიმართლებს, იმიტომ რომ უნდა მიხვიდე, ეს ვალდებული ხარ. ნომერ პირველი არის შენი ადგილი, იქ უნდა მიაკითხო იმას. დანარჩი პატივისცემა ესა, სინდისი, ნამუსი და ღირსება ეს არის. ჩვენ მთელი ცხოვრება იმიტომ შრომობთ, რომ ეს თქვენ გასწავლოთ და თქვენ ის გააგრძელოთ მე ეს სინდისი, ნამუსი, ღირსება, პატიოსნება და სწორად ცხოვრება. აი უყურე, ყოველ დღე მე სანთელს ვანთებ, ხო? კაბინეტში რომ მოვდივარ. აი ესე უნდა იყოს. ხო ხედავ დღეს რაღაცა კადრი გამოჩნდა, ციხეში რო ვიყავ ისე, მათ ეს დავავალე და 1000 ოჯახში არის ნამყოფი საახალწლოდ და საჩუქრებს უკეთებდა ყველას. აი ეს არის სინდისი, ნამუსი და უნდა უხაროდეს ადამიანს თქვენი ნახვა. ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ განათლება მიიღოთ. განათლებაზე უკეთესი ამ ქვეყანაზე არაფერი არ არის. ახლა მოდით ნიცა, შენ როგორც ამათი მაყურებელი, შუაში დაჯექი. დაბრძანდით. მოდით. ჩვენ დათო. ახლა დასვი შენი სტუმრები. დადისალა. ახალი წელია, ხვალ ზეკ. თქვენ ხარ ჩემთვის ძვირფასი ადამიანები. მე თქვენზე უკეთესი ამ წუთას არავინ არ ამყავს, ხო? გოგოებიდან. სამი გოგო მყავხარ. ბიჭები კიდე ერთმანეთზე უკეთესები არიან და მათე ჩემი გვარის გამგზელებელია კი იცი თქვენ. მაგრამ ერთჯერ თხოვე იცოდე სალომე მათეს. გელა ბარკალაია როდის გაჩნდება მეთქი რა არისო მამა გელაო ცოტა ძველი სახელიაო და სამი თვე სახში არ მოსულარ და მე მამა გეხუმრეო კაცო გეხუმრეო და ესე მიდის აქ ნიცა არის ჩემი შვილიშვილი ულამაზესი გოგო და დათო რატო არ ბედნიერი ნიცა აი ხო ხედავ მე რომ სტუდენტებს რო ვეუბნები რომ განათლება
აი ниცა დღეს როგორც ქართული ისე საუბრობს ინგლისურად. სალომეზე ვაფშე საერთოდ არ არის საუბარი. ხო? იმდენი ენა იცის. მარტო სილამაზე კი არ არის, განათლებული უნდა იყოს. აი, განათლება უნდა კონდეს ახალგაზრდებს მიღებული, რომ შემდეგ გარდაიჩაგრო. ყოველთვის არ არის მამა, დედა შენი დამხმარე. შენ უნდა დაეხმარო მამას და დედას, იმიტომ აკეთებს ყველა მამა და დედა ყველაფერს. ავიღოთ ნატუკა, ხო? ნატუკა არის ჩემი ასლი. ეს არის ცეცხლი, სასწაულია, რა ვიცი და თქვენ სამივე გოგოები ხარ და დარწმუნებული ვარ. ერთ დროს სტალინი წავიდა, ბერია წავიდა და მე ვინმე მეც ერთ დროს ხო წავალ, ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ იმდენად უნდა მაგრამ მოგეფეროთ, რომ თელ ქვეყანას ერთ დღეს გააგებიოთ, რომ ბაბუ არ არის. აიგე? ამიტომ თქვენ უნდა იყოთ მაგრად და თქვენ უნდა იცხოვროთ გამართულად და მე უნდა სადაც ვიქნები იქ მეამაყებოდეს, რომ ესეთი კარგი შვილიშვილები და რძალი დავტოვე. მათეს დიდ მადლობას ვეუბნები, რომ ეს გოგოსა დაარჩი არ ვიცი. მე ავარჩიე. ხო, როგორი, მათეს ვეუბნებოდი, რომ მე მინდა მეგრელი რძალი და მომიტანეს ერთჯერ სურათი რაღაცა, მეორეჯერ სურათი, არა, მე მინდა მეგრელი რძალი და მე დღეს აი ძალიან დიდი პრობლემები გავიარე. დღემდე მინდა მთელმა საქართველოს მიცოდეს და ახალი წლის მერე ნახავენ ჩემ გავლილ გზებს მე რამდენი პრობლემა ძალით შემიქმნეს ქვეყანაში რომ ხალხი არ დამესახმებია სიკეთე რო არ გამეკეთებია ამისთვის სისტემა მებრძოდა მე დღეს ჩემო დათო მინდა ჩემი შვილიშვილები და ჩემი რძალი ესენი ჩემი შვილები არიან ამათთვის ცხოვრობ თუ ვინმესთვის ცხოვრობ აი ბიბლიაზე ხელს ვდებაგე ამათთვის ცხოვრობ მე რა მინდა ხო მე 5000 ლარი მეყოფა თვეში ყველაფერი ვარ ჩასაცმელი საათი არ ეყოფა მეგობრებო 5000 ლარი და მე მინდა რომ ეს ჩემი შვილიშვილები და რძალი იყოს კარგად მე მათ მინდა დათო დღეს ჩვენი კომპანიის არა პირადად ჩემი შექმნილი რაღაც სუვენირი გადავცე რომელიც არის ძალიან ფასიანი და რომელიც მათ ყოველთვის ექნება და მოდი დავიწყოთ რა არის ეს ციხეში გავიცანი პატიმრები რომლებიც ოქრომ ჭედლები იყვნენ და მათ მე გავაკეთებიე მათთვის ყველა ჩემი შვილიშვილისთვის მათთვის დავამზადებიე და რა ახლა მე თქვენ განახეთ აი უყურეთ გივაჩვენე უყურეთ შეხედეთ გებე ეს ესე ქსელში შევა ზურიან ქსელში შემდეგ ასაკიდებ და აქედან თუ რამე მოგება იქნება დათო ეს წავა ყველა პატიმრებთან პატიმრების დასახმარებლად აი შეხედეთ ეს პატიმრებმა გააკეთეს მაგრამ უკვე ციხეში ნამყოფმა პატიმრებმა გარეთ რო არიან შეხედეთ ჯერ ყუთ შეხედეთ აი გებე აი ეს ესე გაიყიდება შემდგომ თლიანად სისტემაში შევა აი ეს არის აი შეხედეთ აი ეს არის აი შეხედეთ გებე შეხედე გებე ეს არის უყურეთ ეს არის შეხედეთ ახლოდან გებე აქ გებე კი არა მარტო ეს არის ჩემი საჩუქარი სიმბოლურად არის 100% საუკეთესო ოქროდან გაკეთებული და უკან ნახე გელა ბარკალაია როგორ აწერია უკან აი შეხედეთ და ეს მე პირველი მინდა ჩემს რძალს სალონეს ვაჩუქ იგივე არის ნატუკასთვის აი ეს ხუთი იგივე არის ნატუკასთვის აი იგივე რაც ჩვენ ნახეთ იგივე არის ნატუკასთვის კიდევ აჩვენე ოქრო გელა ბარკალაიას ხელის მოწერით და გებე ეს ნატუკას ეკეთება სულ მახსოვ ხარ და ეხლა დღეში სამჯერ უნდა მოგწერო თუ როგორ არის всё ახლა ეს შენც ჩაიბარე ნიცას გონია რომ კონცერტის ბილეტები უნდა აჩუქო ეგეთი წარმოდგენა კი ხარით რომ საჩუქარს გიკეთებ თუ რა
კონცერტის ბილეთები უნდა მარჩხასო ესე თქო. რასაც დღეს მე ვაკეთებ, ნიცა. კონცერტის ბილეთი. აი ეს ესეთი სურვილი მაქვს, რომ თელ საქართველოში ყველას ბაბუამ გაუკეთოს თავის შვილიშვილებს იმის საშუალება ქონოდეს თელ საქართველოს. თელ საქართველოში მაცხოვრებელ ადამიანს მისი საშუალება ქონდეს რომ მსგავს აკეთებდეს და რძალს ესე ახარებდეს. აი ესეთი დრო მინდა საქართველოში მოვიდეს და მოვა ალბათ აბა რა იქნება. აი იგივე არის 5 და ეს მარტივი არ იყო, მაგრამ ეს ჩვენ შევქმნით. დაამახსოვრდეს ნიცას ყოველთვის, ხო ნიცა? დიახ. ვაუ, როგორ გიხდება ნი? რა შეეხება? ოპა. ბილეთი. შემდეგ ყურში. ბილეთი, კონცერტის ბილეთი დუბაიში, ხო? პირველი iPhone 17 პირველი iPhone 17 Nissan iPhone 17 Nitsas არიჭირო ნიცა iPhone ნორეს iPhone 17 ნატუკას მადლობა. ნიცა გაგი. აცო შეგია. ეს კიდე 5 დადევიქით და iPhone 17 ჩემს შვილ ჩემს რძალს ყველა არის თეთრები როგორი თოვლის გამოყავს მეგობრები? სპეცჩეკვეთა ახლა რაც შეეხება აქ არის ამ ბიჭებზე არის ახლა მე არ ვარ ის კაცი რომ ვიღაცას რეკლამა უკეთო ხო მაგრამ Goodwill-ში არის Goodwill-ში ჩვენთან ახლოს არის და არის ისიპარი ხო ისიპარი არის სადაც ჩემი ბიჭები დადიან და ჩვენ ჩუქნით ვინც ავტომობილებს ყიდულობს ამ სუნამოებს ხო და გოგოები ბევრი მუშაობენ და ეს ბიჭები არიან ამ გოგოებზე შეყვარებულები და ყოველ დღე ყიდულობენ 10-15 სუნამო იმიტომ რომ ავტომობილები რო იყიდება ჩუქნით იმ ადამიანებს და ისიპარს დიდი მადლობა Goodwill-ის გოგოებს დიდი მადლობა არც ეს მე არ ვისწო მაგრამ თქვენ ყველა გიცნობთ ამიტომ ეს ისიპარის სუნამოები კიდევ თქვენ აი გებე ახლა ეს ნიცუნის ეს კიდევ ჩემ რძალს სალომეს რა შეეხება ეს просто რაღაცა მომეწონა სურათი და მე ეს შევქმენი თვითონ უყურეთ აი ეს მე შევქმენი უყურეთ გიბარკავია და ეს არის უბრალოდ სიმბოლურად რაღაც ძალიან მომეწონა და ჩემი უშუალოდ არის ჩემი გაკეთებული რა შეხედეთ რა ხარისხია და რა ვიცი ესე ახლა დათო მოდი აქეთ და მოიტანე შენი ვაზა ახლა რას ვაკეთებ მე ჩემი ვაზით ვარ ხო ბატონო შენ ახლა შენი ვაზით მოდი მოიტანე შენი ვაზა ახლა ნიცას საჩუქარი და რა არის ეს ნუ ყურე დაახლოებით 15 წლის უკან აი ეს ვიღაცა მაჩუკა დათო არ ვიცი ოღონდ სად ვიღაცა მაჩუკა და ფიქრობდი რომ აქ მე ჩამიყარა ფული გაიგე და აქ ვაგროვებდი 15 წელი ციხეში 6 წელი ხო ვიყავი 6 წლის განმავლობაში ეს ამ კაბინეტში idო და მოკიდება სიმძიმით ნახე აბა რამდენი იქნება სიმძიმით ნახე აი სიმძიმით ნახე რამდენი იქნება მომეხმარეთ ეს დადები გახსენი აბა ვნახოთ როდინდელი ფულია აი მე ხაიდება უჭველი ძველი ლარიანები და ორლარიანებიც როა ხო ალბათ ყურეთ აუ რამდენია ნიცა ეს 100% არის შენი გაიგე შენ რო დაიბადე იმ დღეს დავიწყე ამის მოგროვება რამდენი წლის ხარ
9 წელი, значит 9 წელი ხო? ის 6 და პლუს 9 რა. არა, 6 წელი, 9 წელი ხო, ზუსტად მასე გამოდის დაახლოებით ესე 10 წელი ხო? ნიცა მეორე iPhone 17-ის მოგივა მეგონი. ნიცა, ნიცა, აი ეს ფული არის მხოლოდ და მხოლოდ ჩენი და რაც გინდა ის იყიდე, დათო. მოდი ნიცა. ორე Lamborghini, დათო მოდი ჩაყარე. Ferrari. აუ რა ხმა აქვს. სახში დავთვალოთ ნიც. 10 წლის მოგროვებული თანხა. ახლა რა მინდა გითხრათ? რა მინდა გითხრათ და რა მინდა მოსახლეობას უთხრა? რა მინდა ამ ჩვენ სტუდენტებს უთხრა? რა მინდა მოსახლეობას და ახალგაზრდობას რა მინდა უთხრა? ვისთვის ცხოვრობ ჩვენ? ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შვილები კარგად იყვნენ. მაგრამ შვილებმა დედის, მამის, ბებიისა და ბაბუის შრომა უნდა შეაფასონ. ჩვენ რას ვითხოვთ? ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ, მხოლოდ და მხოლოდ ერთს ვითხოვთ, რომ ჩვენ რა გზაც გავიარეთ და ძალიან რთულად რომ გავიარეთ, ეს რთული გზა თქვენ არ გაიაროთ და თქვენ არ გაივლით თუ მიიღებთ განათლებას. დამიჯერეთ, განათლებაზე უკეთესი არაფერი არ არის. მე ჩემს შვილიშვილებს ვთხოვე, რომ მიიღოთ უმაღლესი განათლება. და ამაში მე ყველანაირად ხელს შეუწყობდი და ავიღოთ ახლა ნიცა, რომ გეუბნებით, რომ აუცილებელია ინგლისური, რუსული, ჩინური, კომპიუტერი ცოდნა, ხო ხედავ, პედაგოგი ვიძის აქ. დღეს ნიცამ 9 წლის ნიცამ ინგლისური იცის უმაღლეს დონეზე. და ამ გოგოებმა რომ იციან და იციან, ამაში ეჭვი არ მეპარება და მეხმარებიან. განათლებაზე უკეთესი არაფერი არ არის და დააფინანსეთ რაც შეგიძლია იმით და მინდა შვილიშვილებს მომავალ თაობას ვთხოვ, რომ დღეს მიიღონ განათლება. აი, ნიცას ცხოვრებაში არასდროს არაფერი იმიტომ არ გაუჭირდება და არც ამ გოგოებს, რომ თვითონ თქვენ ნატუკა არის რამდენი წლის ხარ ნატუკა? 22 წლის არის და არის საქართველოში ერთ-ერთი ფინანსისტი. წარმოიდგინე, 22 წლის გოგო არის და ერთ-ერთი სერიოზული ფინანსისტია. ჩემი ძალი კიდე არის 22 წლის. აი წარმოიდგინე ახლა იმ დონეზე ჭკვიანი გოგო არის, მოდელიც არის, ერთ-ერთი მარკეტინგის ხელმძღვანელია, არეკლამებს ზვირად ღირებულ ნივთებს და ხვალ ზეგ ესენი მათესთან ერთად ჩაიბარებენ მათ მოტორს და ვეუბნები, რომ არეკლამეთ და არეკლამეთ ეს ავტომობილები და მაშინ შემავალი სხვადასხვა ნივთები. მოდი დღეს მთელ საქართველოს წინასწარ მიულოცავ ახალ წელს, მინდა რომ ყველას ოჯახში იყოს ბედნიერება, სიყვარული, გამრავლება და ერთმანეთის მოფერება. მე და ჩემი ძალი დღეს რო ვართ ბედნიერი, ესეთი ბედნიერი მინდა იყოს ყველა. მე და ჩემი შვილიშვილი რო ვართ დღეს ბედნიერი, ესე მინდა იყოს ყველა ბედნიერი. მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო დათოს. დათო არის ჩემი როგორც შვილი, დღე და ღამე ერთად დავდივართ. ესენი იგივე ჩემი ძმაკაცები არიან, მეგობრები არიან, ბიჭები, რომლებსაც ყველაფერს ვენდობი და აგერ კიდე ახალი გოგო ყავს, ესეც ანა არის ჩემი როგორც შვილი, არის 18 წლის და ჩემი შვილიშვილებთან, ძალთან, ჩემს ძმისშვილებთან, დიშვილებთან ჩაერევა საქმეში და ძალიან დიდი მენეჯერი გამოვა. მე კიდე ერთჯერ ვეუბნები საქართველოს მოსახლეობას. აი სამივე არის უმაღლეს დონეზე განათლებულები, ხო? აი უმაღლეს დონეზეა 18 წლის ბავშვია, ხო? ჩემი შვილია, შვილიშვილია, ძმისშვილია, დიშვილია, განათლებულია და ჭკვიანია. და ყველაფერს მიაღწევს და დედიკოს და მამიკოს დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ასეთი კარგი შვილის გაზრდისთვის. მთავარი სიმდიდრე არის პატიოსნება, სინდისი, ნამუსი და ღირსება. ზვიადიზე მინდა გითხრათ, ზვიადიზე. მამამისი გერმანიიდან ურეკავს, რომ მამა, შენ და შენი ძმა წამოდით გერმანიაში უნდა დაიწყოთ მუშაობა, რომ ახლა სახელს არ ვიტყვი მანქანის ამ ცენტრში პროგრამისტად და
დაღონდა ბავშვი და მესამე დღეს მამას უთხრა, ჩემი ძმა წავიდესო, მე ახო კარგად ვარო და ბიჭებს ვერ მივატოვებთო. აი ესაა სინდისი, ესაა ნამუსი და ესაა მეგობრობა და ჩვენ როცა ვამბობთ რა არის კაცობა. ვინ იცის რა არის კაცობა? კაცობა რთული სიტყვა. კაცი რო იყო, დიდი გზა უნდა გაიარო და კაცური საქმეები აკეთო და ეს ხალხმა უნდა შეაფასოს. მე არ უნდა ვთქვა რომ მე კარგი კაცი ვარ. არა, ჩემმა გავლილმა გზებმა უნდა შეაფასოს მე კარგი